ახალი მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას მართავს ქობულეთის მუნიციპალიტეტში 35 წევრიან საკრებულოში კოალიცია ქართული ოცნება 21 დეპუტატითაა წარმოდგენილი, ნაციონალურ მოძრაობას 7 წევრი ყავს, პატრიოტ ალიანსს 4, ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციას 2, ერთი კი დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატია. Როგორ მიმდინარეობს საკრებულოს სხდომა ქობულეთიდან დეტალებს კეთი ჭყონია გაგვაცნობს. კეთი გისმენთ. ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა ქობულეთში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სხდომა დილის 10 საათზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გელა ხახნელიძემ გახსნა. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ მან სიტყვა საკრებულოს უხუცეს წევრს კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელს არჩილ ცენტერაძეს გადასცა. სწორედ ეს ადამიანი გაუძღვება საკრებულოს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე. პოლიტიკურად მნიშვნელოვანი დღე ასე აფასებენ ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატები დღევანდელ დღეს. გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ ის უდიდესი ნდობა, რომელიც თქვენმა ამომრჩეველმა გამოგიცხადა წარმატებით განგეხორციელებიოთ. მიღებული გადაწყვეტილება წარმატებული იქნება როგორც ქობულეთის, ასევე რეგიონის განვითარებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმ კუთხით, რომ ქობულეთის ისტორიაში ახალი მოწვევის საკრებულო განსხვავებით წინა მოწვევის საკრებულოსაგან იქნება მრავალპარტიული, დაახლოებით 9 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იქნება წარმოდგენილი საკრებულოში. ვფიქრობ, ეს მრავალფეროვნება იქნება ქობულეთის საკრებულოს ნაყოფიერი მუშაობის განსაზღვრელი. განწყობა საბრძოლო გვაქვს ჩვენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტება მთლიანად ქობულეთის საკრებულო როგორც თავმჯდომარე მოადგილე და კომიტეტები. კანდიდატს რაც შეეხება გავრცელებული ინფორმაციით ალბათ სულხან ოქროპიძე იქნება დანარჩენებს დაველოდოთ ნახავთ. ახალი მოწვევის საკრებულო 35 წევრისგან დაკომპლექტდა, მათგან საკრებულოში 20 მაჟორიტარული წესით შევიდა, ხოლო 15 პროპორციულით. ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე, ეს რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე ვერსია განიხილება.